ამ კვირაში გავრცელდა ევროკავშირის კვლევა, რომელმაც მათსავე გამოკვლევებში აჩვენა, რომ საქართველოს ევროკავშირის ევროსკეპტიციზმის რაოდენობა არათუ გაიზარდა, სერიოზულ ნიშნებს მიაღწია. და აბრალებენ ოცნების ჩვენ გვაბრალებენ όμως. ანუ ჩვენ სახელმწიფო ჩვენ. შალვა, მაგაშია საქმე, რომ ისინი ვერ ხვდებიან, რომ საქართველოში ევროპას მათზე დიდი მტერი არავინ არ ჰყავს. ანუ რა იცი, ანუ შეხედეთ რა, რომ არსებობს რაღაცები, რაღაც კულტურული ფაქტორები, რომელიც სხვა ერზე მოქმედებს რა. ჩვენზე ძალიან წარეთ მოქმედებს უსამართლობის შეგნება. ანუ ეს არის ის, რაც ქართულ ოპოზიციამ ვერ მიხვდა და მადლობა ღმერთს ვერ მიხვდნენ და ეს ამას ვერ მიხვდა სამწუხაროდ ევროკავშირი. ანუ მე რას გულისხმობ? როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ტანჯული გმირი, რაღაცა აი ციხეში რომ არის თურმე ციხეში რომელსაც და არა კურორტზე, ხალხმა ხო იცის რა ხდება. გარდა ამისა, რომ ჩვენ რო გვეუბნებიან, რომ აი არჩევნები გაყალბდა და რო ხვდები, რომ არჩევნების გაყალბება არის ის, რომ მათი მოწონებული რაღაც gay friend მაგიჟებმა ვერ გაიმარჯვეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ხალხი ხო ამას უყურებს რა. ანუ ფაქტია რა, რომ ჩვენ გავიგეთ, ჩვენ ვიცით უკვე რა არის ევროკავშირი. ანუ 5 წლის წინ მარტო არ ვიცოდი. გავიგეთ. საკუთარ ტყავზე. თან ახლა ბუდიში მეტიც უკვე ვიცით ევროკავშირში ვინ არის მაგათ გიჟების აი ამერიკაში ხო არის წითელი სარტყელი რესპუბლიკელების ჩვენ ვიცით ევროკავშირში გიჟების სარტყელი და ერთს დავამატებ შალვა. ანუ სახელმწიფოებს განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოებს აი როგორც არის ევროპაში, როგორც გვინდა ჩვენ ვიყოთ, აქვს ერთი კარგი რამე. ისინი რეაგირებენ გამოწვევებზე. ქართული ოცნება რეაგირებს გამოწვევებზე. ანუ, როდესაც ვიღაცა დეგენერატი ქუჩაში დაგიძახებს და მოგაყენებს შეურაცხყოფას ალტერნატივა გაქვს, რომ გაუტეხოთ ცხვირი, ასეთ დროს არის უფრო ადამიანური გამოსავალი, უჩივლო და ამ დებილს მიაყენონ აღზელობითი ღონისძიება, ასე ჩვენ თქვი.